გამარჯობა მეგობრებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არხზე ცხოვრების რეცეპტები. გიფიქრიათ ოდესმე, რატომ არიან ნაწილი ადამიანების ყოველთვის უფრო წარმატებულები, ბედნიერები და ეფექტიანები? სტივენ კოვის ლეგენდარულ წიგნში The 7 Habits of Highly Effective People სწორედ ის საიდუმლო ჩვევებია ჩამოთვლილი, რომლებიც ადამიანს სრულიად ცვლის. დღეს მე გაგიზიარებთ ამ 7 ჩვევას და თუ ბოლომდე დარჩებით, ნახავთ როგორ შეგიძლიათ პატარა ნაბიჯებით მთლიანად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. სწორი ჩვევები წარმატების საიდუმლოა. ადამიანები ჩვევების არსებები ვართ. ჩვენი რუტინა განსაზღვრავს ჩვენს ხასიათს და უხილავ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ჩვენი პრაქტიკის შედეგია. ამიტომ ნებისმიერი ღირებული მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზაა ვავარჯიშოთ საკუთარი თავი, ვაკეთოთ ისეთი საქმეები, რომლებიც უპრობლემოდ მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე. ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ნაწილი მდგრადი ცვლილებების დანერგვის მზაობაა. რეალური ცვლილებები შიგნიდან მოდის. ბევრი გვსმენია წარმატების, ცხოვრების გაუმჯობესებისა და მოქმედების შესახებ. ჯერ კიდევ 1776 წელს სტივენ კოვიმ ფიქცია ორ ჯგუფად დაყო: პიროვნული ეთიკის პოპულარიზაცია და ხასიათის ეთიკის სწავლება. ამ კონცეფციის იდეა ის არის, რომ კონკრეტული უნარების სწავლით შესაძლებელია ქცევითი ცვლილებების მიღება. ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის სირტულეების გაგება სასურველ ცვლილებას მოიტანს. პიროვნული ეთიკა მოკლე გზას გვთავაზობს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს მიდგომა არამდგრადია, რადგან მდგრადი ცვლილება ამ გზით არ მოდის. ხასიათის შეცვლა უფრო მდგრადია, ვიდრე ქცევის. პიროვნული ეთიკა ზედაპირულია, მაგრამ მიმზიდველი, რადგან მოკლე გზას გვთავაზობს. ჩვენს ხასიათზე მუშაობა ადვილი არ არის. ის მოითხოვს იდენტობის შეცვლას. მდგრადი წარმატებისთვის უნდა დავარეგულიროთ ჩვენი მსოფლმხედველობა, რწმენის სისტემა და ჩვევები. მაგალითად, ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ერთგულება, მთლიანობა და პატიოსნება, გულიდან მოდის. ისინი შესასწავლი ტექნიკები არ არის. ისინი არის ხასიათის თვისებები, რომლებიც მოდის კონკრეტული რწმენის სისტემიდან. კარგი ამბავი ისაა, რომ თქვენ შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენი რწმენის სისტემა და განავითაროთ ის ჩვევები, რომლებიც მაღალ ეფექტურობას მოგცემთ. ფოკუსირება ცხოვრების კონკრეტულ სფეროებზე. თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება 7 ძირითად სფეროს, რათა გახდეთ მაღალეფექტური. ეს დაგეხმარებათ, თუ კი ისწავლით. პირველი, იმოქმედე რეაგირებამდე. მეორე, წინასწარ განჭვრიტე შედეგები, სანამ მოქმედებას დაიწყებ. მესამე, დაალაგე პრიორიტეტები და არა უბრალოდ გრაფიკი. მეოთხე, ეძებე საერთო სარგებელი. მეხუთე, მოусმინეთ სხვებს, სანამ ისაუბრებთ. მეექვსე, იმუშავე სხვებთან ერთად, რათა მიიღო გამრავლებული შედეგი. მეშვიდე, გამოიყენეთ ეფექტური სისტემა მუდმივი განვითარებისთვის. მას შემდეგ, რაც ამ სფეროებზე კონცენტრირდები, უნდა დაიწყო შენი პარადიგმების კვლევა. პარადიგმები არის ფილტრი, რომლის მეშვეობითაც ვხედავთ სამყაროს გარშემო. ორი ადამიანი შეიძლება ერთსა და იმავე ბრბოს უყურებდეს და სრულიად განსხვავებულ სურათს ხედავდეს. ეს მათი პარადიგმის შედეგია. როცა შენი მსოფლმხედველობა შეესაბამება იმ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც სამყაროა დაფუძნებული, შეგიძლია წარმატებით წარმართო ცხოვრება. უარყოფითი პარადიგმის მქონე ადამიანი მუდმივად დაინახავს ნეგატივს. პოზიტიური პარადიგმის მქონე კი შვებას იპოვის მაშინაც კი, როცა ტკივილს განიცდის. პარადიგმა არის ნიმუში, რომელსაც ვიყენებთ კონკრეტული მოვლენების ასახსნელად. ჩვენი პარადიგმების სისტემა განსაზღვრავს ჩვენს ხასიათს. პარადიგმები შეიძლება გახდეს განსხვავება წარმატებასა და მარცხს შორის, როგორც ბიზნესში, ისე ურთიერთობებში. პატერნის ცვლილება ხდება მაშინ, როცა ვაკრიტიკებთ საკუთარ ქცევასა და დამოკიდებულებას და ნელ-ნელა ვცვლით მათ. მაგალითად, სტეფენ კოვის გამოცდილება. კვირადილით შედარებით მშვიდ მეტროში ავიდა მამაკაცი, შვილებთან ერთად. ბავშვები ხმაურობდნენ, მამა კი არაფერს აკეთებდა. კოვი გაღიზიანდა ხმაურით და სთხოვა მამას შვილები დაემორჩილებინა. მამამ უპასუხა, რომ ისინი საავადმყოფოდან მოდიოდნენ, სადაც ბავშვების დედა ახლახან გარდაიცვალა. ამ სიტყვებმა წამებში შეცვალა კოვის განწყობა. გაღიზიანება და ბრაზი შეიცვალა თანაგრძნობით და დახმარების სურვილით. ეს არის პარადიგმის ძალა.
პარადინგმის ცვლილება ჩვეულებრივ იშვიათია. ის მოითხოვს მიზანმიმართულ ძალისხმევას, რომ გადავიდეთ იმ მიდგომიდან, რომელიც მხოლოდ თვითკმაყოფილებას ემსახურება. იმ მიდგომაზე, რომელიც უნივერსალურად აღიარებულ ღირებულებებს ეფუძნება. სტეფენ კოვი. ჩვენი პარადინგმები, სწორი თუ არასწორი, არის ჩვენი დამოკიდებულებების და ქცევების წყარო და საბოლოოდ ჩვენი ურთიერთობების საფუძველი. უნდა განვივითაროთ ჩვენი უნარი პროაქტიულობისკენ და არა რეაქციისკენ. პროაქტიულობა განასხვავებს ადამიანს სხვა ცხოველებისგან, რომლებიც მხოლოდ გარე სტიმულებზე რეაგირებენ. ცხოველები მოქმედებენ გენეტიკური პროგრამირების მიხედვით, ისინი ვერ აღიქმევენ სტიმულს, როგორც არჩევანს. ადამიანებს კი შეუძლიათ პასუხისგაცემა, ვიდრე უბრალოდ რეაგირება. სამწუხაროდ, ჩვენ ყველა ვერ ვიყენებთ ამ უპირატესობას, ეს ის საკითხია, რომლის გამოსწორებაც უნდა ვისწავლოთ. პროაქტიულობა ნიშნავს პასუხისგებლობის აღებას საკუთარ ქმედებებზე და არა გარემოებების დადანაშაულებების. რეაქტიული ადამიანები საკუთარი ქცევებითა და ემოციებით მთლიანად გარე პირობებზე და შემთხვევით ფაქტორებზე არიან დამოკიდებულნი. მაგალითად, როცა ტაქსის იძახებ და ვიღაც წინ გისწრებს, შენ მას ადანაშაულებ. რეაქტიული ადამიანები ასევე ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, როცა საქმე გეგმის მიხედვით არ მიდის. პროაქტიული ადამიანები კი თვლიან, რომ მათი ხასიათი და ქცევა მათი შინაგანი არჩევანის შედეგია. ისინი ყურადღებას ამახვილებენ არა წარუმატებლობის მიზეზებზე, არამედ გამოსავალზე. ისინი ცხოვრებას ორი კონცენტრული წრის მიხედვით უყურებენ. შეშფოთების წრე, ზემოქმედების წრე. შეშფოთების წრე მოიცავს იმ საკითხებს, რაც გვაღელვებს: გადასახადები, სესხები, ამინდი, ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა. ზემოქმედების წრე მოიცავს იმას, რაზეც ნამდვილად შეგვიძლია გავლენის მოხდენა. როცა ამ ზონაში მუშაობთ, ის ფართოვდება, რადგან ვაცნობიერებთ, რომ შეგვიძლია ბევრი რამ შევცვალოთ. ხოლო როცა ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რაზეც კონტროლი არ გვაქვს, ზემოქმედების წრე მცირდება. პროაქტიულობა გაქცევთ მაღალ კომპეტენტურ ადამიანად, ყველაზე მძიმე გარემოებებშიც კი. ავსტრიელი ნევროლოგი ვიქტორ ფრანკლი არაერთხელ იყო დატყვევებული გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში მეორე მსოფლიო ომის დროს. წამების მიუხედავად, მან რეაქციის ნაცვლად პროაქტიულად მოქმედება აირჩია. მთელი მისი ფოკუსი საკუთარ გონებაზე იყო, რადგან ეს იყო ერთადერთი, რისი გაკონტროლებაც მას შეეძლო. ფრანკლი ფიქრობდა ბედნიერ ცხოვრებაზე და იმაზე, თუ როგორ მოყვებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში მიღებულ გამოცდილებას სხვებისთვის. ფრანკლმა გამოიყენა სივრცე გარე სტიმულსა და ქმედებას შორის, რათა თავისუფლება ეპოვა. შეგიძლია საკუთარი თავის გამოწვევა 30 დღით. აიღე პასუხისმგებლობა მაშინაც კი, როცა გინდა სხვები დაადანაშაულო. ნამდვილი პრობლემა არ არის თავად სირთულე, პრობლემა არის შენი დამოკიდებულება მის მიმართ. ისავლეთ ზუსტი წარმოდგენებისა და უნაკლო მისიის განცხადებების შექმნა. როდესაც საქმის დაწყებას გადაწყვეტ, ჩვენ ჯერ ვქმნით იდეას გონებაში და შემდეგ ვახორციელებთ რეალურ სამყაროში. მაგალითად, სანამ სახლს ავაშენებთ, ვხატავთ გეგმას, სადაც ვწერთ ოთახების რაოდენობას, განლაგებას, ზომებსა და სხვა დეტალებს. თუ შენობას უყურადღებო დაგეგმვის გარეშე ავაშენებთ, ბევრად მეტი შეცდომის დაშვების რისკი გვაქვს. ამიტომ საჭიროა ჯერ დავინახოთ, როგორ გამოიყურება გამარჯვება და შემდეგ განვახორციელოთ ის. სწორი დაგეგმვა არის მთავარი ნებისმიერი ღირებული მიზნის შეუფერხებელი შესრულებისთვის. გამოყავი დრო ვიზუალიზაციისთვის. ჩაიწერე შენი საბოლოო მიზნები და ნაბიჯები, რომლებიც იქამდე მიგიყვანს. დაწყებამდე შეხედო საბოლოო შედეგს. წინასწარ იფიქრე შესაძლო დაბრკოლებებზე და მოამზადე გადაწყვეტილებები. არასოდეს დაიკარგები გზაზე, თუ რამდენჯერმე იკითხავ მიმართულებებს. არ იჩკარო, გაიაზრე, მოემზადე, განახორციელე. ვიზუალიზაცია ზრდის ეფექტიანობას. დაფიქრდი, რა სიტყვებით აღწერდნენ შენს ცხოვრებას, თუ დღეს დაიღუპებოდი. ბევრი ჩვენგანი ბევრს მუშაობს, მაგრამ არა ეფექტიანად. ვახცევთ მიზნებს, რომლებსაც საბოლოო მნიშვნელობა არ ექნება. არსებობს ძველი გამონათქვამი: თუ არ იცი სად მიდიხარ, ნებისმიერი ადგილი ხდება დანიშნულება. ეფექტიანობა არ ნიშნავს მხოლოდ მეტის კეთებას ნაკლებ დროში. თუ გონებაში მკაფიო მიზანი არ გაქვს, ეფექტიანობა შეიძლება საშიში გახდეს, შეიძლება წინ მიდიოდე, მაგრამ არასწორი მიმართულებით. ეფექტიანი ადამიანი არ არის მხოლოდ დაკავებული, არამედ აცნობიერებს, რომ სხვა ყველაფერზე დროის დახარჯვა უსარგებლოა.
პროდუქტიული ადამიანები არ კმაყოფილდებიან უბრალოდ მიზნების მიღწევით. ისინი ცხოვრობენ შეგნებულად, რადგან ხედავენ დიდ სურათს და იყენებენ რესურსებს სწორედ იქ, სადაც საჭიროა. შენი მიზნის, რწმენისა და ღირებულებების განსაზღვრა არის შენი მისია. მისიის განცხადება არის დოკუმენტი, რომელიც ნათლად ასახავს შენს ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისიის დაწერა მოითხოვს სიფრთხილეს, ეს არ უნდა გააკეთოს სწრაფად, რადგან ის შენი ცხოვრების საძირკველი გახდება. მას შემდეგ, რაც მისიის განცდა გექნებათ, თქვენი პროაქტიულობა გაიზრდება, თქვენ გექნებათ ხედვა და ღირებულებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას წარმართავს. სტივენ ერქოვი. პრიორიტეტების დაგეგმა. ბევრი რამ არსებობს, რაც ჩვენს ყურადღებას ითხოვს. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, შეიძლება დავთმოთ მნიშვნელოვანი დრო საკითხებისთვის, რომლებიც არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ სასწრაფოდ მოსაგვარებლად გამოიყურება. დროის მართვის სტრატეგიები, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი იყენებს, ხშირად გვაიძულებს დავაპრიორიტეტოთ უკვე არსებული გრაფიკი. ეს მიდგომა ზრდის ეფექტიანობას, მაგრამ არა ნამდვილ შედეგიანობას. ხარჯეთ რო პრიორიტეტების შესრულებაზე და არა მათ დაგეგმვაზე. სისწრაფისა და მნიშვნელობის მიხედვით, ყველა საქმე შეიძლება 4 კატეგორიად დავყოთ. პირველი, სასწრაფო და მნიშვნელოვანი საქმეები. მეორე, მნიშვნელოვანი, მაგრამ არასასწრაფო საქმეები. მესამე, სასწრაფო, მაგრამ უმნიშვნელო საქმეები. მეოთხე, საქმეები, რომლებიც არც სასწრაფოა და არც მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი მეორე კატეგორიაა. ის შეიცავს იმ საქმეებს, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორ წარიმართება ჩვენი ცხოვრება. ამ მიმართულებით მუშაობისას ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ სასწრაფო საქმეების რაოდენობა შემცირდება. თუმცა ჯერ უნდა გამოვავლინოთ ის საქმეები, რომლებიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება. შემდეგ კი განზრახ გამოვყოფთ დროს მათ შესასრულებლად. სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ჩვენს ურთიერთდაკავშირების უნარს აჩენს. ხშირ შემთხვევაში, როცა საქმე სხვებთან გვაქვს, ვცდილობთ მათზე ზემოქმედებას. ვფიქრობთ, რომ ვიღაცამ უნდა წააგოს, რომ ჩვენ მოვიგოთ, მაგრამ ეს მცდარი პარადიგმაა, რადგან მოგება-მოგების მქონე ორი ადამიანი შეიძლება წაგება-წაგების შედეგით დასრულდეს. ეს, როგორც წესი, საკმარისია ყველა საჭიროებისთვის, მაგრამ არა ყველა სიხარბისთვის. როცა მოგება-მოგებაზე ვფიქრობთ, ვქმნით ურთიერთმდობისა და სარგებლის ატმოსფეროს, რაც ყველასთვის სასარგებლოა. სანამ ყველას ინტერესი დაკმაყოფილებულია, არ არის საჭირო სხვა ადამიანზე მანიპულირება ან ზეწოლა. თუ ასეა, ეს წაგება-წაგებაა, ბოლოს და ბოლოს არავინ გრძნობს თავს კარგად, თუ კი ვინმე დაამარცხა. მოგება-მოგების მენტალიტეტის მისაღწევად უნდა ვიყოთ მგრძნობიარე და მომთმენი. ეს თვისებები შექმნის ურთიერთმდობისა და სარგებლის ატმოსფეროს, რაც ყველასთვის მომგებიანია. ამის გარდა, შეგვიძლია მოგება-მოგების მენტალიტეტი გამოვიყენოთ ჩვენს ურთიერთობებში ბიზნესის ფარგლებს გარეთაც. მაგალითად, რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ მოგება-მოგების მიდგომას მივახციოთ ჩვენს მეუღლეებთან, შვილებთან თუ კოლეგებთან ურთიერთობაში. ესაუბრეთ მათ ახალი შეთანხმების შემუშავებაზე. იმოქმედეთ. განივითარეთ კარგი ურთიერთობები სხვებთან. კეთილგანწყობა, დრო და ძალისხმევა არის ის ვალუტა, რომელსაც სხვებთან ურთიერთობაში ვხარჯავთ. რაც მეც ვდებთ, მით უფრო დიდი ხდება ჩვენი ემოციური ანაბარი. ყოველ ჯერზე, როცა სხვას ვაწყენინებთ, ჩვენ თანხას ვიღებთ ანაბრიდან. დადებითი ბალანსი ჯანსაღ ურთიერთობას გულისხმობს, უარყოფითი კი პირიქით. პოტენციური პრობლემების გადასაჭრელად საუკეთესო სტრატეგია მათი პრევენციაა. კონკრეტულ ურთიერთობაში ემოციური ანაბრის გარეშე უნდა დავუფიქრდეთ ჩვენს სიტყვებსა და ქმედებებს, სანამ დაზიანებული კავშირის გამოსწორებას ვეცდებით. დაპირებების შესრულება საიმედოობის შუქურაა, უმაღლესი ვალუტა ემოციურ ბანკში. პირველი კლასის ურთიერთობების შესანარჩუნებელი პრაქტიკებია. პირველი, ემპათია და მოსმენის შესანიშნავი უნარები. ეგოიზმი, ცუდი ემპათია და დარღვეული დაპირებები ბუმერანგივით ბრუნდება. მეორე, პირადი ერთგულება და სხვისი გრძნობებისადმი მგრძნობელობა. ჭორაობა ამ ღირსების საწინააღმდეგოა. მზადყოფნა დავიცვათ ვინმე მათი არყოფნისას, ეს თავაზიანობის ნიშანია. მესამე, სივრცის დათმობა სხვებისთვის. ადამიანების საქმეებში ჩართვა პირდაპირი გზაა ჯანსაღი ურთიერთობებისკენ. მეოთხე, პასუხისგებლობა. ისინი, ვინც საკუთარ შეცდომებს აცნობიერებენ და ბოდიშს იხდიან, უფრო დიდი ემოციური ანაბარი აქვთ.
როგორ ვიგრძნობდით თავს, ექიმს სწავლები დაენიშნა ჩვენთვის ისე, რომ არ მოგვისმინა, ეჭვით შევხედავდით მის რეკომენდაციებს. მაგრამ ჩვენ ამას მუდმივად ვაკეთებთ მათთან, ვინც ჩვენს გარშემოა. ჩვენ იშვიათად ვუსმენთ იმისთვის, რომ გავიგოთ, ვუსმენთ, რომ ვუპასუხოთ. ჩვენ ჩვენს გარემოებებსა და აზრებს ვაპროექტებთ მათზე. ამიტომაც ემპათია ერთ-ერთი ყველაზე ღირებული უნარია, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ემოციური დეპოზიტის შესაქმნელად და პოზიტიური გავლენის მოსახდენად სხვის ცხოვრებაზე. ემპათიური მოსმენა მოითხოვს ჩვენს ჩაძირვას სხვისი მსოფლმხედველობის შიგნით. საჭიროა ვიგრძნოთ, რას გრძნობენ ისინი და რას ფიქრობენ. სხეულის ენა ხშირად მალავს ნეგატიურ ემოციებს. ზოგჯერ საჭიროა სიტყვების მიღმა ჩავიხედოთ, ხმებზე, ტონალობაზე და არავერბალურ ნიშნებზე გავამახვილოთ ყურადღება. როცა პრაქტიკაში ვამუშავებთ ემპათიურ მოსმენას, ადამიანები უფრო მეტად იხსნებიან და ჩვენს რჩევასაც უფრო ადვილად იღებენ, რადგან გრძნობენ, რომ სინხრონში ვართ მათთან. ამიტომაც კარგი მსმენელები, როგორც წესი, ჯანსაღ ურთიერთობებს ინარჩუნებენ. იცოდი, კომუნიკაციის სპეციალისტები ამბობენ, რომ სხეულის ენა და ხმოვანი ტონი სიტყვების 90%-საც კი მოიცავს. პატივისცემა და გახსნილობა სინერგიის აუცილებელი ინგრედიენტებია. როცა მთლიანი უფრო მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი, ამას უწოდებთ სინერგიას. სხვა სიტყვებით, 1+1-ზე მეტი უნდა იყოს ვიდრე 2. მსოფლმხედველობისა და ორიენტაციის განსხვავებები სინერგიას ართულებს, ზოგჯერ შეუძლებელსაც ხდის. მაგრამ წარმოიდგინე, თუ მზად ვართ დავაფასოთ განსხვავებები და ვაღიაროთ ინდივიდუალური თავისებურებები, შეიძლება შევძლოთ სინერგიის ძალის გამოყენება. ჩვენ არ გვჭირდება ერთნაირად ფიქრი, ან ერთნაირი ძლიერი და სუსტი მხარეების ქონა. სინერგია მოითხოვს, რომ მაგიდასთან სხვადასხვა რამ მოვიტანოთ და დავაფასოთ ისინი. ყველა წინა ჩვევა აყალიბებს შემდეგს პასუხისგებლობის აღება, სხვების მოსმენა, მათი წვლილის დაფასება და საერთო პრობლემის გამოყენება, რაც სინერგიას ქმნის. მაგალითად, დევიდ ლილიენტალი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ატომური ენერგიის კომისიის ხელმძღვანელი გახდა. მან შეკრიბა ქვეყნის ყველა საუკეთესო მოაზროვნე. პირველი რამდენიმე კვირა მათ ერთმანეთის გაცნობას მოახმარეს. მიუხედავად კრიტიკისა, მისი მიზანი იყო ნდობის ატმოსფეროს შექმნა. ამ პრაქტიკამ წარმოშვა ჯანმრთელი სამუშაო გარემო, რომელმაც შესანიშნავი შედეგი მოიტანა. ჯგუფის ყველა წევრი პატივს სცემდა ერთმანეთს და პოულობდა გადაწყვეტილებებს უთანხმოებებზე. როცა ერთმანეთის პიროვნულ თვისებებს ამჩნევდნენ, პატივისცემა საბოლოოდ ურთიერთგაგებაში გარდაიქმნებოდა. შედეგად, მათი გაერთიანებული ცოდნა ეფექტიან შედეგებს იძლეოდა. ეს კომუნიკაციის სტრატეგია ხელმისაწვდომი და მისაღებია ნებისმიერ ჯგუფში. მისი სილამაზეა პატივისცემით კომუნიკაციაში. ამასთან პატივისცემით კომუნიკაცია არ მოითხოვს ემოციურ ჩაძირვას, არამედ ემპათიის წერტილამდე მიყვანას. სხვა ადამიანების უნარების აღიარება საკმარისია პროდუქტიული შედეგებისთვის. მეორეს მხრივ, ემოციებმა შეიძლება პირადი კონფრონტაციაც გამოიწვიოს. ამიტომ სანდოობა არის თანამშრომლობის მთავარი ელემენტი. გახსნილობა ასევე აუცილებელია სინერგიის მისაღწევად. ჩვენ ვპოვლობთ მას იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვისთანაც ძნელია საერთო ენის პოვნა. თუ გავაერთიანებთ თვითდაჯერებულობას, გახსნილობასა და სხვისი აზრის ობიექტურად შეფასებას, მაშინ სინერგია ხდება შესაძლებელი.